დღეს წარმოგიდგენთ გაგრძელებას მეტრო 2033-ის, ესე იგი შემდეგი ნაწილი არის მეტრო 2034, ცნობილი მწერლის დიმიტრი გლუხოვსკის ფანტასტიკა, ჩემთვის გონების დასვენების ერთ-ერთი ჟანრია. პირველ ნაწილში მე ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდეთ, არ დაგასპოილერეთ და არეულია იქ სიტუაცია, მაგრამ ამ წიგნში უფრო მეტად ჩახლართულია ურთიერთობები, ქმედებები და მე მოკლედ გეტყვით მეტრო 2034 ატომური აფეთქების შემდეგ კაცობრიობის გადარჩენილი მეტროში თავშეფარებული ნაწილის ისტორიის გაგრძელება ამბავი მეტრო 33-ით დაიწყო და საინტერესოდ დინამიკურად და დამაინტრიგებლად გრძელდება. მეტროს ციკლის მეორე ნაწილში მთავარი გმირი ჰანტერია, პირველივე წიგნიდან გამორჩეული, თითქმის ზებუნებრივი უნარების მქონე გმირი, რომელიც კვლავ იბრძვის, თუმცა საკითხავია ამჯერად რის მხარეზეა, სიკეთისა თუ ბოროტების. ის ურჩხული, რომელიც ყველა ადამიანში ცხოვრობს და რომელმაც კაცობრიობა დაღუპვის პირას მიიყვანა. ჰანტერს უმძიმესი არჩევანის წინაშე არაერთხელ აყენებს, შეუძლიათ სიყვარულსა და სილამაზეს კიდევ ერთხელ გადაარჩინონ ადამიანური ცივილიზაცია, ან იმსახურებს კი კაცობრიობა გადარჩენას. მუსიკოსი და პატარა გოგონა საშკა, რომელიც თავის გზას აგრძელებს, როდესაც მისი მამა გარდაიცვლება ერთ-ერთ მეტროსადგურზე და მათი გზები გადაიკვეთება. მესამე პიროვნება არის ადამიანი, რომელსაც სახე აქვს ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ისეთი ნაიარევი აქვს, რომ ადამიანებში დიდ ზიზღს იწვევს. ეს ემოცია ალბათ მათ მოსდით მისი სახის დანახვისას და ეს მისი სიმახინჯე იმდენად ცუდად არის გადმოცემული, რომ ცოტა შემრცხვა კიდეც ადამიანების ამ სიძულვილის. როგორც ყოველთვის ყველა წიგნი ბოლო რამდენიმე ფურცლით გვირგვინდება ხოლმე ისეთი სიტყვებით, რომ მხოლოდ ის ღირს წაიკითხოთ, იმიტომ ღირს წაიკითხოთ თლიანი წიგნი, რომ ბოლოში გელოდებათ საოცარი დასასრული. საშინკა, როდესაც ეუბნება, რომ მივაგენი ამ ყველაფრის განკურნების გზას და ეს არის რადიაცია კურნავს და არავის მოკლა არ არის საჭირო და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მწერალი, აუცილებლად წაიკითხეთ. ამ წიგნს ერთი ნაწილი გადარჩა წასაკითხი და შემდეგ ვიდეოში წარმოგიდგენთ მეტრო 2035-საც.